ლარიანი ვიპოვე. დი ქუჩაში 50 ლარიანი ვიპოვე. რას ამბობ, კაცო, მაჩვენე აბა. სადეგდო, მარიკო. შენ რატო უნდა მოგცე, მე ვიპოვე. გარაჟებთან ეგდო. არა, კაცო, მაჩვენე, ხო ნამდვილია, ყალბი ხო არ არის. ხო, ამას მე შეგინახავო, მარიკო. ვიცოდი რომ წამართ მევდი რა. ინგა ანაბარი გახსენე საქართველოს მობილ ბანკში. თან ახლა საჩუქრებია და შეიძლება რომ მილიონი პლუს ქულა მოიგო. ყულაბაც გააქტიურე. მართლა? დედა ეგრე ვიზა მაშინ კაცო, იქნება მართლა მოვიგო რაღაცა. მარიკო, ნუ ტირი ხარ ერთი შენი ჭირიმე რა, მომიტანე მედი ტელეფონი. თიკოს დედა მოიგო გუშინ წინ ქულები და მთელი კომუნალურები მაგით გადაიხადა. მაგას თუ ქონდა კაცო ბედი. პატარა იყავი შენ რა გემახსოვრება, მაგრამ რო უჭირდათ მაგათ მაშინ მოუკვდა მამამთილი ზუსტად. მერე ქელიხის ფული ცოტა წამოდგნენ ფეხზე. მაგით რისი თქმა გინდა? იმედია შვილებს არ გაწირავ 50 ლარის გამო. მე უნდა მოვკვდი? მართლაც რო გამოათაყვანეს მეზოს ბავშვებმა ეს რა. აღარ დაგინახო მაგათთან თამაშო. რაც მისგისღება. მოიცა, თუ ამ ვიდეოს უყურებ და არხი არ გამოგიწერია და არ დაგილაიქებია, რას ელოდები? გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეოს, სანამ დროა, თორემ ღამის საწოლში ეს ობობა დაგადგება და თუ უკვე გამოწერილი გაქვს, შეგიძლია მშვიდად დაიძინო. რა უბედურება, ესე იგი გრამი შაქარი აღარ არის მაღაზიაში რა. იცი ბევრი ვინ წაიღო? ლიაროე შენი მეზობელი, 20 კილო ამაწონინა. არა თამუნა ეგ სულ ეგრე ზიდავს მაღაზიიდან რა მე შოკებით იმდე რაღაცა საცხობს სახლში რა. გამარჯობა გითაყვა, იცი პური თუ შეიძლება. ანასტასია გამოვატანე მე მარიკოს დილით პური და რა იყო შეჭამეთ უკვე? ჩვენ არა. მაგრამ სადარბაზოთერი ძაღლია მაგან კი. არა დაბდურა ბავშვია რა. აჰა წაიღე და იმყოფინეთ ახლა საღამომდე კრიზისია. როგორ უნდა შეგიჭამოს საღმა პური, ჰა? დედა რა კაი გოგო გყავს ინგა? არა თხოვებ. გოგო 17 წლის არის ჯერ, მაგრამ ეს ცეთია რომ არ უნდა გამტაცებს სახლიდან ნამდვილად. ანასტასია მოიტანე პური? რა გჭირს? მაგარია პესნიძალი ყოფილა. ქალბატონო ჩაბზანდებით ამ გაჩერებაზე? არა არ ჩავდივარ. კარგით მაშინ ჩაგვეტარით რა ჩვენ ჩავდივართ. მე რატომ შეჭამეს ამ ბავშვებმა რა. აუ ხლა მას იცირასულზაო. კაი ახლა არ გინდა სკანდალები რა ძლივს მოვედით. აუ ხო სწორად მოვედით. კი ეგა, ნუცუბიძის 68. აქა ნოვატორი და გამოვა ქალბატონი თეკლაც მალე. How are you გოგოებო, sorry რომ დავაგვიანი რა ერთს ველაპარაკებოდი და. აუ აქაც თუ ვიღაც ტიპი გაიცანი საღოლ შენ. რავი რაღამე ვერ ვიცნობ ვერავის. მე მოიხადე ეგ ტაქსისტის ქუდი რო გაფარია. კაი ხო რაღაც პუნჩი მართალია. ვინ გაიცანი შენ? აი გამოვა ეხა და ნახავთ თქვენ თვითონ. ისეთ რაღაცებს მივყვებოდეთ თან გავიხიე სიცილით. მაგან შენი სიცილი გაიგონა არ ამგონი ეხლა აქ გამოვიდეს. ავარიული გასასვლელით გავიდოდა. აუ რავი რობოტიკის ოთახთან იქა და გამოვალო და. ავი რობოტიკის ოთახი ძალიან მაგარია სხვათა შორის რო იცოდეთ. ლეპტოპები, გაჯეტები, აიპედები, რობოტები ყველაფერი აქვთ. შენ უეჭველი რობოტი გაიცანი და გვაპარებ ეხლა. აბა თბილისში ახლა ის ბიჭი უცად შენ არ იცნობ და. კი გადახვიდოდი კიბორგებზე. არა ქალბატონი ნამდვილი ადამიანია. ისეთ საიდუმლოებებს მომიყვარიც გაგებად დიდი ხანია მინდოდა. აი გამოვიდა. რა უნდა ამას აქ? გამარჯობა. ხალხო ნახეთ რა მაგარი რობოტია ვაწყე. დედა რას ამბობ მარიკო, შენ აწყე? ხო მე და კიდე გვეხმარებოდნენ ნოვატორში. თამაშებით გვასწავლიან. რა არის მე რასაკეთებს ეს რო აწყე? რას რო ამოვაცალოთ ჩვენი კეთილი საათია გაჩერებული. არა რა უნდა ამოვაცალო, აღარ იმუშავებს მე. კაი ხო. დედა ის როგორი მნიშვნელოვანია უკვე პროგრამირება ჩვენ დროში. ჰა, ყველას დაჭირდება აწი რაღაც დონეზე. ბაზარი არ არის ინგა, რაღაც დონეზე ყველგან საჭიროა დღეს მართლა. ის უმერეკო რა გამოდის ახლა რომ ეგ რობოტი შენი შვილია? და მე მამიდა გამოვდივარ. რობოტის მამიდა. აუ რა დებილობებს იძახის ხოლმე რა. შევდივართ ტუალეტში. ვახშენი. ომარეკო ტუალეტში შემომივარდა რობოტი. ვაცლი ტუალეტის ქაღალდს. ნახე რა გავაკეთო. და გამოვდივართ.
დააბრუნდი ტუალეტის ქაღალდი. ომარიკო. ვახჩი. ჯი, რამხელა მაღაზიაში მოვედით. სიაც დიდია. რა წაიღებს ამ სახლში მე არ ვიცი. გამარჯობა ქალბატონო, ჩვენი ძეხურით ხომ არ დაინტერესდებოდით? დეგუსტაცია შეგიძლიათ გასინჯოთ. ხო, პოპულარული რომელია, ეს ბუზი რომელს მიირთმევს, სერველად თუ ახოტნიჩს. ვერ ახართ თქვენ რა. ვეთოველ, რა ბრენდია? ვაიმე, რა ბუზი წაღან ჩემმა მეუღლემ გასინჯა ეს თქვენი ძეხვეული. ვაიმე, თამაზი, საწავიდა. შენ არ მომიკუტი ერთ დღესა. ყურადღება, კარაქების სექციაში მამაკაც გულიაერია. გთხოვთ მოერიდოთ ტერიტორიას და სუფთავებამდე. ვაიმე, თამაზი. ჯი, აი მოგიტანე ზეთი რო გინდოდა. კაი ბიჭი ხარო მარიკო, რა დაგვრჩა? კარაქი, ამას სხვაგან ვიყიდი, ლუდი. ვაიმე, რა ლუდი, კაცო, ვინ ჩამიწერა ეს აქ? ვაიმე, ანასტასია უნდა ვითირო კოჩილ სახში რომ მივალ. ჯი, საპონი დაგვრჩა საყიდელი, მოვიტანო? ვაიმე, კარგი გამახსენო, მარიკო, ხო იცი რომელიც უნდა იყიდო? 72 8. ხო, ეგ. უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ რიგში? ნუ თუ ვერ ხვდებით, ქალბატონო, რო არავინ არ ადგას. უუნცრა მითქვან რა. ჯი, მოვიტანე, საპონი 72 წალი. ვაიმე, 72%-იანი, 72 წალი კი არა. წადი ხა დააბრუნე. ეცდებს მოვახცი, ანასტასია, მოდი მომეხმარე რა. დამდი რაღაცას რატო ატარებ? ზოგი ომარიკოს წამოიღო. ვაიმე, ომარიკო. აუ, თიკო, ძალიან მაგარი მკითხავი გავჩნდა და დღეს უნდა წავიდეთ უეჭველი. აუ, ხათაობ, ხო? მეც კი მაქვს ისე რაღაცა კითხვები და წამოვალ უეჭველი. ესე იგი მოგცლიათ რა. კითხავების რომ რამე დაიჯერებოდეს, წესით ახლა ბედნიერი ქალი უნდა ვიყო მე. არა, აბა ბედნიერება. იმენა არ უსმინო ინგას. თორე აურა გაგიშოვდება. მოდი ძევაჩკი, მოდი. აბა რომელი იქნება პირველი? პირველი მე ვიქნები. მომდევნო ერთი წელი მინდა დეტალებში. კაიფსო ფანატნა მაითა ხელი. ვიღაცა დაქტრიალებს წააცუდათ. გასოზე და თ. გთ. გურგენიძე თეკლა. ვაიმე, ტიპი ყველგანა. ხუთა ყველგან როა იმენა არ უწერია გაიდღე. აი. ამდენი მესიჯებია კლასის ჩატში რა ხდა. რა? თეკლა გურგენიძეს დაარტყა მანქანა ახმეტელის მეტროსთან. რა თქვი? აუ, ძალიან მაგრე იმკითხავით ქალბატონო. ხო დავაი აბა თქვენიცით ახლა. დედა როგორი ჩხუბია უბანში. ნინო, მოიწიე გოგო, ეკა და თინა ჩხუბობენ. შენზე, შეტუდუ ცომათხოვარო. მოვედი, ეს მეორე შენ შეჭამე. გოგო, ესენი კიდე ჩხუბობენ, წეღან დაწყევლეს ერთმანეთი. დედა რა სიტყვებს ამბობენ, გოგო? ომარიკო, რა გინდა შენ აქ? მიბრუნდი ხა იქ თამაშე. უყურე როგორ ისმენდა რა. რა გამოვტოვე, გოგო, გადახვევა არ შეიძლება. რა სიცინი ხარ შენ მან, დრო იცინი ხარ. აი მე დედა. რა მისანახაობა, აქ ჩხუბობთ მე რა, ჭორიკანაბებრები. რაო? რა თქვი გოგო? ჭორობას ხვის იმეზიცხება, როგორ მეტავ მაგის თქმას. დანებე დედა ჩემს თავი, თორე პრობლემები შეგექმნება. აი მე წკინტლი მოიწმინდე პატარა. ინო დამაკავე ახლა იცოდე, თორე თუ წუდი იმ თვეებში გავამელოდებ მე არ ვიყო ინგა რა. ვაიმე ინგა რა ხდება, რატო ჩხუბობთ? რა და მოვარდა გოგო, ეს ცერცეტი ქალი და ჭორიკანაბებრები გვეძახა სულ ამ ხელა ქალებს. ვაიმე გაგონილა ასეთი რამეს თქვა. აიმე გაგონილა კი არა, ზედარ მიგაყოლო ქალო. ჩემი არი პატიოსანი მეორე დადიოდეს უბანში, ჭორიკნებო თქვენ. ხო, აბა გეგონოთ. ლალი დედეს კმართო რომ მიდიხარ ხომ სამშაბათობით 8 საათზე. დედა. აიმე. გაიგე ქალბატონო ეკა, წადი ახლა კაცო დაიკარგი აქედან. ყოჩა ხომ მარიკო. აი შვილი. კვლელობა მოხდა ჩვენ კორპუსში.